ეხოსკოპის მუშაობს. აი პედიატრი ქალბატონი ქეთინა, რომელიც არის სამეცნიერო ჯგუფის კოორდინატორი. ესენი გაისინჯებიან, მიიღებენ ქალბატონ ქეთინოსგან, რომ ნამდვილად გაიარეს სამეცნიერო გასინჯვა და ბოლოს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა. ამაში კამფეტებს ჰუმანიტარული ორგანიზაციამ გადმოგცა ბურბუშელას, ბაძნებს ლიმონადებს და მე გვაქვს კიდე სხვა ორგანიზაციიდან გადმოცემული აი ესეთი სამარხო სუპერი. ამასაც გუმატებთ და ყველას ვაძლევთ, ვისაც აქვს საბუთი. როცა ერთ ადამიანს აქვს 3 და 4 საბუთი, მაშინ ვაძლევთ რაოდენობას 4 და მე 4 დღეს ჯვარში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამედიცინო აქცია, რომლის ძირითადი მიზანი არის ნაადრევი, ანუ პროფილაქტიკური გასინჯვა უმწეო მოსახლეობის ძირითადად. ჩვენ აქცენტი გვაქვს აღებული ქალებზე დღეს 8 მარტია და ასევე ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, აი ერთ-ერთი ადამიანი ამ გზის აი ამ წუთში აქ ჩვენთან ერთად არის. ეს აქცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, დონორების მხარდაჭერით პირველ რიგში, ჩამოტანილია მედიკამენტები და ძალიან გვეხმარება ამაში ჩვენ ავერსი, ფარმადეპო და სხვა კომპანიები. ასევე ჩამოტანილია ჰუმანიტარული ტვირთი. ჩვენი მუდმივი დონორი არის ექს-ჯორჯია და ასევე ამქორი. და მე ვისარგებლებ მომენტი და მადლობას ვეთქვი ამ ხალხს. აქცია ვერ შედგებოდა თუ არა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის და გამგეობის მხარდაჭერა და აუცილებლად აქცია არის მხარდაჭერილი რწმუნებულის მიერ. ადგილობრივი რწმუნებულის მიერ. ჩამოყვანილია 25 კაციანი ჯგუფი. ამ 25 კაციან ჯგუფში 5 არის პროფესორის წამყვანი კლინიკების. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ჩაჩავას კლინიკა, ეს არის ღუდუშაურის ცენტრი, ეს არის საქართველოს დიაბეტის ცენტრი და ასე შემდეგ. ყველა ექიმი არის გამოცდილი და ყველა ექიმი მოდის მოხალისედ. ანუ ეს ადამიანები მუშაობენ თავიანთი ინიციატივით და რა თქმა უნდა ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. ნებისმიერი ავადმყოფი, რომელიც მიდის შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მაგას უფასოდ ვაძლევთ წამლებს და ბავშვები ყველა ღებულობს ჰუმანიტარულ დახმარებას. მათ შორის ნატახტარმა გამოუგზავნა ბავშვის პატარა ლიმონადები, ბურბუშელები და ასე შემდეგ. მძიმეა სიტუაცია, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ნაადრევი პროფილაქტიკური გასინჯვა, ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვავლინოთ დაავადებები, რათა არ იყოს მერე გართულებები შემდგომში. და არის, აი უკვე 10 საათიდან დავიწყეთ მუშაობა და რამოდენიმე ონკოლოგიური დაავადება არის გამოვლენილი. ასევე არის გამოვლენილი დიაბეტით ავადმყოფები, რომლებმაც სიმართლე გითხრათ არ იცოდნენ თუ რა სჭირთ და როგორ არის. ვთვლით, რომ ეს არის ძალიან კარგი სოციალური დახმარება ხალხისთვის და თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო შემოიტანა საყოველთაო დაზღვევა, რომელიც არის გათვლილი ავადმყოფებზე, ეს ჩვენი კომპონენტი ემატება როგორც პროფილაქტიკა. სანამ დაავადებამდე მივასაქმე, ასე რომ მე მგონი, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ.